ეს ადამიანი ზოგისთვის პოლიტიკური სექტანტია, ზოგისთვის ავანტიურისტი, ჩემთვის კი ჩვეულებრივი ანარქისტია. რატომ არის ანარქისტი? ამას ახლავე აგეხსნით. 2012 წელს, ანუ მაშინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი იმ დროიდან ხელისუფლებას უპირისპირდებოდა, ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდა და ამ პარტიის სიით პარლამენტში შევიდა. თუმცა მისი და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ქორწინება სულ 3 წელიწადს გაგრძელდა. 2015-ში მიხეილ სააკაშვილს გაეყარა და აქედან დაიწყო თავდავიწყება. გასაბერი ეკლესია, პოლიტიკური პარტიის ოფისში ბორდელის გახსნა, რელიგიური ორგანიზაციის შექმნა და ბოლოს შმაქსი. რისთვის აკეთებს ყველაფერ ამას? საზოგადოების დასაშოკად თუ უბრალოდ ერთობა? ალბათ მიხვდით, ჩემი დღევანდელი სტუმარი პოლიტიკური პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა, რომელიც ახლა უკვე მოშმაქსავდება. დაველოდოთ ცოტა ხანს, აი გამოჩნდა შმაქსი, როგორც ვიცი, როგორც ხედავ. მოდი შევხვდეთ. ესე იგი, ატომიზურად ძალიან დიდხანს გალოდინეთ, მალოდინეთ. ხმარჯობია რომ ისეთ ერთი ტაქსები გამოვწევთ. მოდი ამას გაგიკეთებ. მერე გავჭრათ. გამოვხდით კამერები და მერე ვისაუბროთ სიმბოლურად ავირჩიე ილიას ბაღი, სადაც უნდა ვისაუბროთ. თავარია შიგი დაპარკინგების საშუალება. კი, ადგილი შეგინახეთ, შმაქსი ხართ და როგორც კი რა მოშმაქსავდით, შეგელოდით ამდენობა, არა? ეხლა ეს ვიწროული ხალხი ამათ და ამის მეც დასვათ. ისე მე მგონია რომ შმაქსიც არის ერთი საშუალება, არა? მათ შორის სხვა პოლიტიკურ მიზნებთან ერთად არის ამბავიც აქ. და რაც შმაქსაობა დაიწყეთ, რამდენი იშოვეთ? არა, ლარი მაქვს ინამდვილეში ნაშოვნი. ლარი გაქვს. კი, მე პირადად ლარი მაქვს ნაშოვნი მხოლოდ. ძალიან ძლიერი. მოდი ახლა გამოვხდით კამერები, დააპარკინგეთ და მერე გავაგრძელოთ საუბარი. კარგით. შემოდივა შიგნით ესე იგი, ხო? ესე იგი, ახლა ბატონ ზურაბ, ისე როგორ უნდა მოგმართოთ? ზურაბ გირჩი თუ ზურაბ თუ ჯაფარას მეძახიან ზოგადად. ჯაფარად რომ მოგმართოთ, თან თანატოლები ვართ, პირველად გხვდებით, მაგრამ აი, მოდი მაშინ ჯაფარა და როგორ დავიწყოთ, იცი? აი მოვედით, ეხლა არის ილიას ბაღი, ადრე იყო ვარდების ბაღი. მანამდე გორკის. ხო, მანამდე გორკის, მაშინ პატარები ვიყავით, მაგრამ ახ შეხედეთ აქ, ეს არის აუზი და აქ არის ოქროს თევზები არიან აქ. ხო და სამსურვილს ასრულებენ? ხო, და სამსურვილს ასრულებენ, მაგრამ ეხლა ივანიშვილი უსრულებს ზოგ სამსურვილს. მე ახლა კითხავ თქვენ, აი ოქროს თევზს სამი სურვილის თხოვეთ, რა სამი სურვილი გაქვთ? სამი სურვილი? ხო, თან ვიაროთ და თან უცებ ეხლა ამდენი ფიქრი არ უნდა. რთული ამბავია, ბევრი რამე მინდა. აი სამი რა ყველაზე მეტად რა გინათ? რავი, შვილებისთვის მინდა რა, კარგი რაღაცეები, მათ შორის რა მინდა რომ აქ დარჩენ ამ ქვეყანაში იცხოვრონ და იდეაში აქაც თუ კარგი რაღაცები მოხდება. ეგ ერთი სურვილი. ეგ აერთიანებს ალბათ ყველაფერს რა. ავი, ბევრი სურვილები მაქვს. მინდა რაღაცები გამოვტოვე ცხოვრებაში. ისი გაკეთება ან სწავლა რაღაცებიც მაინტერესებს ეხლა და დრო აღარ მაქვს და რა გამოტოვეთ? რაღაცების სწავლა. რა გინოდათ რომ გესწავლოთ? რავი, ფიზიკაში არის რაღაცები, სადაც თეთრი ლაქები მაქვს, იმის გამო რომ წესერად არ მასწავლიდან თავის დროზე და შეიძლება მეც ნაკლებად მაინტერესებდა, ეხლა მაქვს ხოლმე რაღაც სურვილი, რაღაცები ავადნი, ისტორიაში არის რაღაცები, რაც გონია რომ გამოტოვებული მაქვს, რაღაც ბევრ რაღაცებს ვისწავლე. ეს პრაგმატული ადამიანი ყოფილიყართ. მე სულ მეგონა რომ თქვენ ხართ ყველაზე ავანტიურისტი ქართულ პოლიტიკაში და ერთგვარად ანარქისტიც. არა და ნუ ისეთი მარტივი სურვილები ხა მინდა რომ ფიზიკაში ვისწავლო რაღაცეები დროს. არა, ბევრი რამე მინდა ხა უცებ რაც გამახსენდა მაგალითად, რომ სურვილების მეტი რა მაქვს, რავი, მოგზაურებდი სიამოვნებით, ნახავდი ბევრ რაღაცეებს. მე რა ფულის მეტი რა გაქვთ დროს. სადა გვაქვს ჩვენ ფული? აგდენი არა გაქვთ. ამ თემაზე შეხო ყველაზე ღარიბი პარტია ვარ. აი მე კაი ახლა, კაი არ გვინდა ამაზე. აი ესე, არა, უნდა ვილაპარაკოთ. ცოტა იქით ვაპირებდი, მაგრამ თქვენ ის პარტია რა ხართ, რომელმაც თავის დროზე დაშალა ნაციონალური მოძრაობის დაშლა დაიწყო და ისიც თქვენს რომ ბიზნეს პროექტია გირჩიო. აი პირდაპირ შეტევაზე გადმოვდივარ თავიდან. ძალიან ისეთი შეტევა. კი იყო ისინი, თავიდან რომ წამოვედით, ჯერ არ დაგვიშლია, წამოვედით, ატო დაიშალა არის, მე მგონი დაშლილი არ არის, კიდე არიან. ჩვენზე იყო პირველი მითი იყო, რომ სადღაც აღარ მახსოვს რომ
რომელიღაცა ბალტიის პირეთის ქვეყანას იძახდნენ, რომ იქ რაღაც ბანკში აქვთო აღარ მახსოვს რიცხვი, მეგონი 4 მილიონს იძახდნენ, 4 მილიონი დოლარი თუ რამდენი თქო 3 მილიონი რაღაცა. არა, არც ერთ აქვე არის გამოვიდა უცხარი ჩაგერიცხათ, ხო? ბიძინა ორი ვერსია იყო, ერთი ვერსია იყო ბიძინა და მეორე ვერსია იყო, რომ თვითონ ნაციონალური მოძრაობის შიგნით რომელიღაცა ერთმა დაჯგუფებამ გადაგვიხადა თუ არა, კეზერაზე არა. მეგონი ახალაებზე იყო თუ სწორად მახსოვს რამ, ამ ერთმა ფლანგმა. ან მე ჩვენ საძე რო ვთქვით, რომ თუ იმე ვიცით რომელ ბანკშია რამდენია, მინდობილობას გაძლევ და ვინც გინდა წადით და აიღეთ, თქო და მაგის მერე მაგით დამთავრდა. აი ბიძინაზე რატო გავრცელდა ეს ხმა? მე მგონი მაგის წყარო თვითონ ნაციონალურ მოძრაობიდან მოდიოდა ეგ რაღაცები, რომ პარტიები საქართველოში როგორ არის, ძირითადად ხა გიჩი არ არის ეგეთი, ძირითადად არის ჯოგის პრინციპით არის მოწყობილი, ვიღაცა თუ მიდის, ის აუცილებლად ჩაქოლო, გალანძღო, რაღაცა რომ სხვას არ მოუნდეს წასვლა. აი ჯოგი როგორც მუშაობს, რომ შენ თუ გახვედი ჯგუფიდან და თუ არაფერი არ მოხდა, შეიძლება წახვედი, მაშინ მეორესაც შეიძლება მოუნდეს მესამესაც. ხოდაშორის იმას იმანიშვაც იგივე აქვს რა. ხო და ეგრე მუშაობენ. და ამის გამო იყო რომ ჩვენი წამოსვლაც რაღაცა ლანძღვა თათხვა დაბრალება. თან ისიც არის რა, ეხა თუ კაი პონტია რაღაც პარტიიდან რატომ მიდიხარ და მაგის გამო რომ ვიღაცა თუ წავიდა, ესე ის არის ცუდი თორე ჩვენ კი არა, ჩვენთან კი არის პრობლემა, ის არის ცუდი და მაგიტო წავიდა, რომ ჩვენ ძალიან კარგები ვართ. თქვენ ცუდი იცი რატო გამოჩნდით პირადად თქვენ, აი ზურა ჯაფარიძე, იმიტომ რომ 2012 წელს ხდებით ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხო? 13-ში გავხდი წევრი. 2012-ის ბოლოს მივედი პარლამენტში შევედი და მე ხო, ანუ აქტიურად როდესაც გამოჩნდით ამ პარტიასთან, ეს არის ის პერიოდი, როდესაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ქოლავდა ნაციონალურ მოძრაობას, ხო? თქვენ ამ დროს ხდებით ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანუ ფსონს დებთ იმ პარტიაზე, რომელსაც წაგებული აქვს რეალურად პოლიტიკური თამაში და მე 2015 წელს ტოვებთ ამ პარტიას. ანუ ლოგიკურია რომ ესეჩვი გაჩენილიყო რომ ვერ გაუძელით წნეხს და ასე შემდეგ. წნეხზე რო ყოფილიყო მაშინ 2013 წელს, წნეხის ნამდვილად 2015-ში აღარ იყო. წნეხი იყო 2013-ში და იყო 2014-ის პირველი ნახევარში. წნეხი იყო მაგას, როცა შედიოდით. ჩემზე კადრები არის, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოდიოდნენ და რაღაც დაშტირვას რომ მიპირებდნენ მანქანაში რო ვჯდები, ანუ ეგეთი კადრები მე არ მინახე ეს სხვა რომელიმე ეგეთ პოლიტიკოზე, როცა გორის კადრები გვინახავს გამწარებული ადამიანების დიდ ჯგუფში, აი ბრბოს რო ეძახენ, იმაში გავდივარ და მომზდევენ და მეკაჩებიან და მე მანქანაში ვჯდები, ვიღაცები დაშტირვას მიპირებენ. წნეხი მაშინ იყო 2015-ში რა წნეხი 2015-ში რაფერი აღარ იყო. ხო და აი რაღაც წამოხვევით, რატო? ამის 2013-ში ვერ წამოვიდოდი სწორედ მაგის გამო, თორემ მე აპირებით, აი როგორ შეხვედით აპირებით თუ წამოსულიყავი? წამოსვლას ვაპირებდით, ხო ვერ ვიტყვი, მაგრამ iluziebi რო გამიქრა რა iluziebitas მივედი, ეგ მოხდა ძალიან სწრაფად რამდენიმე თვეში სულ. ანუ მე სხვა წარმოდგენები მქონდა. iluzia კონკრეტულად სააკაშვილის მიმართ გაგიქრა თუ იქ პარტიაში არსებულ სიტუაციასთან სააკაშვილთან მიმართაც კი. ანუ სხვანაირად წარმომედგინა, სხვანაირი ადამიანები წარმომედგინა და რომ მივედი ძალიან სწრაფად მივხვდი რომ სხვა რეალობაში მოვხვდი და განცდა რომ სხვაგან მოხდი ეგრევე გამიჩნდა, თუმცა წამოსვით 2013-ში ვერც შემთხვევაში ვერ წამოვიდოდა სიმართლე არც კი მქონია მაგის ფიქრი, რომ მაგ დროს წასვლა არასწორი იქნებოდა, ნებისმიერ შემთხვევაში სადაც არ უნდა ყოფილიყავი. თუმცა ძალიან სწრაფად 2014-ში უკვე მქონდა კი მაგაზე ფიქრი, რომ უნდა წამოსულიყავ. და თავიდან რითი მოგხიბლათ ამ პარტიამ? ძირითადად მე რის გამოც ხარს უჭერდი და მხარდამჭერი ვიყავი, აქტიური იყო ბენდუქიძის მიერ გატარებული რეფორმები. ანუ ეხაც გირჩი, რასაც ეხა მხარს უჭერს, არის იგივე იდეები, რასაც ბენდუქიძე მაშინ პრაქტიკაში ახორციელებდა. ანუ ეგ იყო ბენდუქიძის გამო შეხვედით ამ პარტიაში. ბენდუქიძის გამო და ბენდუქიძის ანუ ნიშა არ იყო თქვენი პოლიტიკური მუზა, ასე ვთქვათ. არა, ბენდუქიძე უფრო იყო, თუმცა მეგონა რომ მიშასაც რაღაცა საერთო ქონდა ამ იდეალებთან, ამ იდეებთან, ამ ღირებულებებთან, რისიც მე მჯეროდა, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ საერთოდ არანაირი ამ პრინციპებზე და ღირებულებებზე საუბარი ზედმეტი არ მჩვეულებრივი ისეთი პოლიტიკური არსება, რომელიც იმ ღირებულებებს და იმ რაღაცებს დააჯდება, რაც ჩათვისო მომგებიანია და ეგ ჩემთვის საკმაოდ მიუღებელი. ისე არაბუნებრივია ჩემთვის. ცოტა დაბნეული ხარ, ანუ საკუთარი თავის ძებნაში ხარ. 53 წლის ხართ, ხო? 4-ის ხდებით იანვარში. კი. არა, მე მგონი დრაკონიკი ხართ ჩემსავით, მაგრამ აი ნახეთ ჩინური კალენდრით არის. ხო, დრაკონი ხართ. დრაკონის წელში ვართ ორივე დაბადებული. ხო, არა, ეგეთ რაღაცებში ვერ ვერკვევი. ხო, ნუ იმაში თუ ერკვევით პოლიტიკურ ბორდელებში და შმაქსებში და აი ზონში ვერკვევდით. აი ნახეთ, რატო გეუბნებით, რომ ცოტა დაბნეული ხართ მეთქი. სამედიცინოს ამთავრებთ. კი, 7 წელი ვისწავლე. ხო, 7 წელი ვისწავლეთ, მე ეს წყალში გადაყარეთ.
რატო გადაწყვეტეთ ექიმობა? ისე კი გაქვთ ექიმის თითებება რა. ქირურგის კი, კარგი ის ვიყავი, კარგი ასისტენტი ვიყავი. ხო და რატო რაღაც წამოხვედით? მე ამთავრებთ. აი, ჩვეულებრივი ამბავი მგონია, ანუ. რა გონიათ ჩვეულებრივი ამბავი? 7 წელი ტიპმა ისწავლა ნე რა. და უნდა რომ წარმატებული ექიმი იყოს, თუ არ გინოდათ? ექიმობა, როგორც ეგეთი ნაკლებად უფრო მაინტერესებდა ადამიანი რა იყო, ანუ ანატომია, ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ფსიქოლოგია ეგეთი რაღაცები მაინტერესებდა. მაგიტო ჩავაბარე, რომ ადამიანი გამეგო რა იყო. ის რომ უნდა მემკუნალა ვიღაცებისთვის, მაგის ის არასოდეს არ მქონია და პრინციპში ეგ ნაწილი როცა მორჩა ჩემი სწავლის, სადღაც მესამე კურსზე უკვე მივხვდი, რომ ექიმობა არ იყო ისაც მინდოდა. თუმცა ბოლომდე დავამთავრე. ახალი რაღაცის ძებნა. კი, თელი ცხოვრება ვეძებ ხა რა პრობლემა. ადამიანები ეგეთი არსება ზოგადად, რომ პირიქით გონია, რომ მე მგონი რომ ადამიანის ზოგადად უბედურების ერთ-ერთი მთავარი ისაა რომ ვერ პოულობენ ხოლმე ცხოვრებაში ის რა არის ის რისიკეთებაც მათ ბედნიერებას გვრის და რისიკეთებაც უნდათ და ადამიანის უდიდესი ნაწილი ისე ამთავრებს ცხოვრებას რომ მას ვერ პოულობს და ანუ ძებნა ბუნებრივი პროცესი მგონია თავი იპოვო დღეს იპოვე თუ ეძებს რა ეხლა ამ წუთში რასაც ვაკეთებ არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო რამ რაც კი მიკეთებია ცხოვრებაში შმაგსაობა არის პოლიტიკა და გარდა მაგისა მე ლექციებს ვკითხულობ და ლექციებს ვკითხულობ ახალგაზრდა სტუდენტებთან ურთიერთობა მიწოული იმიტომ რომ მიგზალავს კანონი რომ სრული პროფესორი რაღაცა ვიყო თქვენ გონიათ რომ პოლიტიკას აკეთებთ ამ ქვეყანაში კი მგონია კი არა ვაკეთებ და შევცვალე ბევრი რაღაცები რა შეცვალეთ კონკრეტული რიცხვები შემიძლია გითხრათ რა რამდენიმე 3-1000 ახალგაზრდა მყავს გადარჩენილი ცხოვრების დაანგრევას ამ ხელშეუხი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გულისხმობ გარდა მაგისა რამდენიმე ასეული უკვე ადამიანი გადავარჩინა უმუშევრობას როცა შმაქსი გავაკეთე გარდა მაგისა რავი ბევრი შემიძლია გარდა მაგისა რამდენიმე 100,000 ადამიანი ასევე გადავარჩინა ცხოვრების დაანგრევას ციხეს და ასე შემდეგ როდესაც მოხმარების ლეგალიზაციას მიაღწიეთ კანაფის ესე იგი თქვენ რა გინდა თქვათ რომ თქვენ ხართ მესია ჯაფარა ამ საზოგადოებაში არა მესია საერთოდ ეგეთი რაღაცები საერთოდ არა უბრალოდ მაინტერესებს და მიყვარს იმის კეთება ეხლა რასაც ვაკეთებ ეხლა ამ წუთში ამაზე საინტერესო არ ვიცი რა შეიძლება ვაკეთო თუმცა ეგ სულაც არ ნიშნავს რომ 5 წლის მერე ისევ აქ ვიქნები გაჩერებული არ ვიცი შეიძლება რაღაცა სხვა ვიპოვო რაც და მაინტერესებს პოლიტიკა ხო რეალურად სხვა რამეა არა ეს არის პოლიტიკა სამდვილეში შეიძლება ადამიანებისთვის სიკეთის მოტანაა პოლიტიკა მაგრამ როგორც თქვენ აკეთებთ ეს ხო უფრო შოუს ელემენტებს შეიცავს ხო არა შოუს ელემენტები შოუ არის ავანტურისტი ხართ ხო თავიდან არა ვარ ავანტურისტი აბა რა გასაბერი ეკლესიიდან დაწყებული არ ვიცი რელიგიური ორგანიზაცია რო დააფუძნეთ ხო ეს ავანტურა არ არის რომ ამ ქვეყანაში ესეთ კონსერვატულ საზოგადოებაში ბევრი ნაბიჯი შეიძლება ადამიანს ჩათვალოს ავანტურად მაგრამ სინამდვილეში ბორდელი გახსენით პარტიის ოფისში რა მუშაობს არა კლიენტები არ მოვიდნენ მაინც ერიდებიან იმიტომ რომ იმ შენობაში ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ისა და თქვენ მიგეცათ მაგალითი კაცი ბიზნეს კეთების სხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ადგილი სად არის ისეთი ადგილი აღმოჩნდა რომ არ მოვიდნენ და ამის გამო აღარ მუშაობს ახლა მაგრამ ისე გახსნილი ქონდა ხო და ანუ ავანტურაზე კი არ არის სინამდვილეში ჩემ ვერასაც ვაკეთებ და ჩემი მეგობრები პროცესად მე მარტო რას ვაკეთებ უამრავი ადამიანი აკეთებს იმას რასაც საბოლოო ჯამში ხედავენ გარედან მე ვიძახ ხოლმე რომ მე ფრონტზე ვმუშაობ რომ მე წინა პლანზე ვჩანვართო რომ სინამდვილეში ამის უკან უამრავი ადამიანის შრომა არის ჩვენ რაც ვაკეთებთ არის ის რომ უბრალოდ სულით საბჭოთა საზოგადოებას რომელიც ჯერ კიდე არის საქართველოში გვინდა ამისგან შევქნათ თავისუფალი საზოგადოება რომელიც და თავისუფლება არის მათ შორის გარანტი იმის რომ ჩვენ ვიქნებით განვითარებული წარმატებული კარგი ცხოვრება რო გინდა ეს ყველაფერი მოაქვს თავისუფლებას ამას სულით და თქვენ რასაც ხას უსვავთ ავანტურას და პროვოკაციულობას ეგ არის უბრალოდ ბრძოლის ერთ-ერთი გზა ანუ მაგზით იმის გამო მათ შორის ჩვენ ფინანსური რესურსი ბევრი არა გვაქვს ჩვენ ვიკეთ აღმოვაჩინეთ კი არ დაგვიგეგმე აღმოვაჩინეთ რომ პროვოკაციულობით აი ვერ ჩავახციებ იმ ბალტიის პირაში ხო და პროვოკაციულობით უბრალოდ ყურადღებას იქცე და ყურადღებას რო იქცე მე ბევრ რაღაცებს უხსნით თორე ანუ ბორდელის გახსნის მიზანი სხვა იყო მართლა ბორდელი გაგვეხსნა აუხსენით რატო უნდა იყოს პროსტიტუცია ლეგალური და რატო არის არასწორი როდესაც არალეგალურია კანაფი რო დავთესეთ მართლა ეხა მოყვანა კი არ გვინდოდა მაგის პრობლემა ისედაც არ მქონია რომ მეყვანა მაგრამ ადამიანს აუხსენით რომ სინამდვილეში სახელმწიფო არ შეიძლება სახელმწიფო შენ გჯიდეს იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩათვლი რომ შენ საკუთარ თავს ზიანს აყენებ შენი საქმეა თუ გინდა თავს მოიკლავ და ამის გამო არ უნდა გჯიდე. ეგეთ რაღაცებს ვარ სახელმწიფო თვითმკვლელობის მდელობისთვის სხვა არა არის ეს ეგ ტყუილია მოგონილია. არა 500 ლარია. არა არც მუხლი არ არსებობს. ეგ რაღაცა სხვა მუხს უყენებენ რომ ერთიორჯერ მითხრეს, მაგრამ თვითონ თვითმკვლელობის მდელობა არ ისჯება. შეუძლებელი ეგ დასჯადი იყოს. რაღაცა სხვა მუხს უყენებენ რომ როგორც ამიხსნეს, მაგრამ მე 500 ლარიანი ტყუილია. ასია თუ ისე მოდი უნდა ვაღიაროთ რომ თქვენ ხართ ის ადამიანი რომელმაც ძალიან მოკლე დროში 7 წელი პოლიტიკისთვის არაფერი არ არის ხო? მოიპოვეთ პოპულარობა, ყველა გცნობთ ხო ასე არა? აბსოლუტურად უცნობი ტიპი იყავით პოლიტიკური ბაზრისთვის, აი ეს რაღაც მეტეორივით შემოხვედით და ყველაფერი თავდაყირე დააყენეთ ხო? მინდევრებიც გაგიჩნდნენ თქვენ ხო ეგრეა რა?
ეს თავიდანვე გათვლილი გქონდა? არა, არაფერი არ ქონა გათვლილი. აი გზადაგზა კი, რა თქმა უნდა. არა, ეს მე ზოგადად პოლიტიკოსებს ახასიათებთ ხოლმე, რომ იმისაც რომ გამოჩნდე რაღაცა ჭკვიანები, როდესაც რეტროაქტიულად საკუთარ წასულზე ლაპარაკობ, რომ ვითომ ყველაფერი გათვლილი ხარ თქვა. არ ვიცი, რამდენად ჭკვიანი ვჩარო. გააჩნია ვისთვის, რა ვიცი, ვიღაცებს გონია რომ ჭკვიანი ვარ, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. სამდეში არაფერი დაგიგეგმია. შეუძლებელი ეგეთ რაღაცების დაგეგმა. აუ, მე ეს ჯერა და რასაც ჩვენ ვაკეთებ და კიდევ ვიბერებ ეს არ არის მარტო ჩემზე უამრავი ადამიანი აკეთებს ამას ყველაფერს. ცდის და შეცდომის გზით მივდივართ. ანუ ვცდილობთ რომ ბევრი რაღაცები ვცადო და მე რაც მუშაობ, ვცდილობთ რომ ის გავიმეორებ. მათ შორის აი ამ სტრატეგიის აღმოჩენა, რომ პროვოკაციულობა, გაზებს საშუალებას ყურადღება მიიქციო და მე ბევრი ადამიანს ელაპარაკო. ეგეც არის აღმოჩენა, რომ გზაში რაღაცები ვცადე და მივხვდით რომ ეს მუშაობს. იმიტომ სხვა შემთხვევაში შეგიძლია ილაპარაკობ ძალიან ბრძნული რაღაცები, მაგრამ არავინ არ გისმის. ამას იმიტომ ხო არ აკეთებთ რაღაც ეტაპის მერე თქვენ გადახვალთ კლასიკურ პოლიტიკურ ქმედებებზე, ამ პროვოკაციულობას თავს დაანებებთ, ანუ როცა უკვე მაქსიმალური ცნობადობა გექნება. არა მგონია, მე მგონი ცნობადობა აღარ გვაკლედო გირჩს, მე მგონი უკვე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გირჩის ბრენდის რეკლამაში ლარი არ დაგვიხარჯია და ძალიან მაღალი ცნობადობა აქვს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა მიცის რომ არსებობს ეგეთი პარტია, ვიღაცები შევა წარმოვიდნენ ჩვენ ვართ გიჟები, ვიღაცების გვეძახიან კლოუნებს, ვიღაცა რაღაც, ვიღაცა, მაგრამ ყველა მიცის რომ გიჩი არსებობს. კი, სექტანტებსაც გვეძახიან, მათ შორის ღარიბაშვილი მთელი გამოსვლამ მოგვიძღვნა ბოლოს პარლამენტში როგორც სექტას. კი, სხვა რაღაცებს გვეძახიან, მაგრამ ეგ მაინც ნიშნავს იმას, რომ ცნობადობით ყველა მიცის რომ გიჩი არსებობს. თორე საქართველოში რამდენი პარტია იცით რაღაც 300-მდე და მათი სახელი და არიცის და ლიდერიც არიცის არავინ და გიჩის შესახებ იცის პრაქტიკულად ყველა. და თქვენ გინდა დამარწმუნოთ, რომ ყველაფერ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის საზოგადოებისთვის გული შეგტკივათ და მერკანტილური მიზნები არ გააქვთ. ამ ყველაფერს ვაკეთებ პირველში ჩემი საკუთარი თავისთვის და ჩემი შვილებისთვის. ანუ ჩემი ამოსავალია, ჩემი ამოსავალი. მარიხუანას თქვენი შვილებისთვის თესავდი? მათ შორის არ მე არ მინდა რომ ჩემი შვილო გაიზრდება, თუ ის გადაწყვეტს რომ მარიხუანა მოიხმაროს, ის ჩასვან ციხეში. ცხადი, მე მინდა რომ ჩემი პირველში ჩემი შვილები გაიზარდონ ისეთ ქვეყანაში, როგორც მე წარმოვიდგენი რომ არის სწორი. მაგის ვაკეთებ ყველაფერს, ამ თავარი მოტივი, რაც მაგეთ მათ შორის მნიშვნელოვანი არის ის რომ მე მინდა რომ ჩემი შვილები ამ ქვეყანაში იცხოვრონ. ანუ განსხვავებით ბევრი სხვა პოლიტიკოსიდან, რომელიც შვილები საქართველოში არ ცხოვრობენ და აღარც აპირებენ დაბრუნებას და ვისაც ყავს კიდე ისინიც გაქცევაზე არიან, ოღონდ აქედან გაუშვენ, მე მინდა რომ ჩემი შვილებმა აქ იცხოვრონ და ამიტომ ვაკეთებ, არა ის რომ რაღაცა ისა ვარ ლენინი ვარ და ხალხზე ვზრუნავ რაღაცა, ჩემი საკუთარი პირადი მოტივებიდან ამოვდივარ და ეგეთი ხალხი ვართ ყველა ჩვენ. მე მინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, იმიტომ რომ აქ გავატარეთ ცხოვრება და არასოდეს არ მქონია სურვილი რომ აქედან წავსულიყავი და მინდა რომ ჩემი შვილებმაც აქ იცხოვრონ. სხვა შემთხვევაში თუ მე რამე არ შევცვალე ახლა, ჩემი შვილები გაიზრდებიან და მე მათ გავზე თავისუფალ ადამიანებად, დიდი შანსია რომ ამ რეალობაში მათაც გადაწყვეტონ რომ აქედან გაიქცენ. ისე როგორც გარბის აქედან ახლა უამრავი ახალგაზრდა. იღებს თუ არა გირჩი პოლიტიკურ კულუარებში მონაწილეობას? არა. არა? მაგაში გულწრფელი ხართ? კი, რა თქმა უნდა. აი გაფიცებ თქვენს ბიბლიურ თავისუფლებას. მითხარით გულწრფელი ხართ? კი, მაგაში არ ვარ ძლიერები და სიამდვილეში გონია რომ რაღაცა მატყუებთ. გვაკლიასავით. მატყუებთ. გატყუებთ? არა, მე ზოგადად არ ვიტყუებ. არ იტყუებით? 20 ივნისს გახსოვთ? კი, როგორ არა. მე გაიხსენეთ ვინ ფიგურირებდა მოლაპარაკებებში? პალიკოს გულისხმობ? დიახ, პალიკოს გულისხმობ. პალიკო ჯერ გიჩი არ არის ერთი და მეორე კიდე მე რაც ერთად დააფუძნეთ გირჩი. კი, რა თქმა უნდა, მე წავიდა ხო. კი, მასე ნუ ხა პალიკოსთან ურთიერთობა მაქვს, იმაზე კი არის საუბარი, ადამიანთან ურთიერთობა არა მაქვს, ურთიერთობა მაქვს, ჩემსაც მაძლევს თუ რამე ინფორმაცია მაქვს, შეიძლება რაღაცაში დამეხმაროს, 100-საც ვეკითხები, იმიტომ ძალიან წყვიანი ადამიანად ცალკე და მეორე მხრივ პოლიტიკა აინტერესებს ზოგადად და შეუძლია ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი კარგი რჩევაც მოგწეს, ისე როგორც კარგი იდეა მოგაწოდოს. ეგ სხვა საკითხია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი არანაირ რაღაცა კულისებზე საუბარში არ იყო იმ აქციაზე პალიკო ჩემთანაც იდგა ცოტა ხანი, მე ჩემგან 10 მეტრში იდგა დაახლოებით და როდესაც იქ დაიწყო რაღაცა ძალადობის ის რო იყო, შეწუხებული იყო და იძახდა რომ ეს რამენად არის გასაჩერებელი. მე აღარ მინახე და როგორც ჩანს მე ცდილობდა რომ რაღაცნაირად ეს ამბავი დაერეგულირება. მაგაში თუს მე ვერაფერს ვერ ხედავ. პალიკო ზოგადად არის ეგეთი ადამიანი თუ ვინმე არის, ბაზეც ბევრი რაღაცას ბევრი მითები არსებობს, ეგეთი ადამიანია რომ რაღაც ანუ ეს ქვეყანა უყვარს და უნდა რომ ამ ქვეყანაში რაღაცები კარგად იყოს, როგორც თვითონ წარმოუდგენია მათ შორის. ხო და ნუ კონფლიქტი ადამიანებს შორისო ცუდია და მაგის გაჩერება უნდა და მაგაში მეც ვერაფერს ვერ ხედავ. თქო ეგ სწორედ ანიშნავს რომ რაღაცა თქვენ რაც კითხვას დასვის მაგის შინას ხო ისა რომ პალიკო რაღაცა გირჩის სახელით კულისებში რაღაცა საგვარებდა. გირჩის სახელით არ მithქვამს. არა ხო არაფერ შორში არ მეგობრები ხართ. კი რა როგორ. ხო და მაგას გულისხმობ. კი რა თქმა უნდა. იცი რა ეხლა თქვენ ცუდად გადგათ მზე როგორც მეუბნებიან და ცუდად გამოჩნდებით. აი იქით რო გადავსხოთ. ხო რა ხართ წინა. არა. აქეთ? კი აი მითხრეს რომ აქ მზე არისო და ცუდად გამოჩნდებით. ნელა გადავიცე. თან ამოსუნთქვის საშუალებას მოგცემთ რა. კარგი. პალიკოზე გავარკვიეთ რომ არ არის კავშირში არ არის თქვენთან და ის დამოუკიდებლად. არა, როგორ კავშირში შეული მეგობრო ურთიერთობა და ჩემებსაც მაძლევს და ასაც ვეკითხები და კი როგორ არა. უბრალოდ კულისებში რომ გირჩი მე მგონი გირჩის ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე ძლიერი
მახასიათებელი ისაა, რომ ყველაფერს ასაც ერთმანეთში ლაპარაკობ, შიგნით ლაპარაკობ, ყველაფერს საჯაროთაც იგივეს ლაპარაკობ და განსხვავება არ არის. მათ შორის ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე ხშირად არის ხოლმე მეკითხებია, რომ ეს რაღაცა გაუშვა, თუ ეს იქნება არ გინდა რომ გაუშვა და ყოველთვის ჩვენი პასუხი ჩემიც კი არა მარტო სხვებისაც არის ის, რომ არაფერს ჩვენ ისეც არ ვამბობთ არსად, რასაც საჯაროდ არ ვლაპარაკობთ. არა, იმაზე მეტი საჯაროდ რაღაცა უნდა გააკეთოთ, რასაც აკეთებთ, კაცო, მაგრამ და ეხლა მეც არასოდეს არ ვისთვის მithქვამს ეს გაუშვა თუ არა და არც თქვენ არ გეტყვით, მაგრამ ნახეთ რა მაინტერესებს თქვენგან. მოკლედ მითხარით, ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური რეპრესიები? პოლიტიკური რეპრესიები, ჩემი ანუ რეპრესიები უბრალოდ სიტყვა არის, ჩემს რომ მძაფრი ის არის, მაგრამ პოლიტიკური მოტივით ადამიანების დევნა ამ ქვეყანაში არის კი. რეპრესია რამდენად ქვია ხა რეპრესია შეიძლება წარმოიდგინოს ვიღაცა რომ ციმბირში ასახლებდნენ და ხვრეტდნენ. არა, მაგას არ გულისხმობ 27 წელს არ გულისხმობ. აბა სხვა შემთხვევაში ხა ჩემი აზრით ის რომ ვინ რა ქვია იმას ოქრუაშვილი რო ხა ციხეში ზის, მე გონია რომ ჩვენი პოლიტიკური ამბავია. მე ვერ დამაჯერებს რომ ოქრუაშვილი სახელმწიფო გადატრებას გეგმავდა და რამე რეალისტური გეგმა ქონდა მაგისი. გონია რომ ბოდოა ჩვეულებრივი. აი ხო და ბოდოა რო ნახე რას გიკითხებით. კი, ახლა თქვენ ეს ერთი მაგალითი რაც გამახსენდა ეგეთი კიდე შემიძლია. მაგას გულისხმობდი მე, მაგრამ თქვენ ახლა არგუმენტად მომიყვანთ, რასაც ვიკითხავ, რომ კიო კაცო აი ჩვენი გირშის ტიპებიც დაიჭირესო, მაგრამ თქვენ ტიპებს მალევე უშვებენ ხოლმე, ხო? 10 დღეში და 2 ადამიანს ციხეში არ ოქრუაშვილი უკვე 4 თვე ზის. ოქრუაშვილი 4 თვე ზის და 20 ივნის დაკავებულები დღემდე ხედან ციხეში, ხო? უმეტესობა. ხო და აი ესაც ეჭვს არა ჩვენს. ანუ თქვენ გეპატიებათ მარიხუანას დათესვა. ხო? გვეპატიება არა, მარიხუანას დათესვის შემთხვევაში რელიგიური გზნობები შეურაცხყოფა ადამიანებს. რელიგიური გზნობები შეურაცხყოფა ბუნებაში არ არსებობს ეგეთი რამე. კაცო, როგორ არ არსებობს? ჩვეულებრივ რელიგიური გზნობები შეურაცხყოფა არ არსებობს. ანუ ჩემთვის შეიძლება რელიგიური გზნობის ჩემი თქვენთვის არა, მაგრამ მორწმუნეები ხო არიან? მართლმადიდებლები მორწმუნე და შემიძლია თქვა, რომ მე მწამს ისეთი რაღაცა, თქვენ რო ხა გვერდზე მიზიხართ, ეგ არის ჩემი რელიგიური გზნობის შეურაცხყოფა. რელიგიური გზნობა არის ძალიან სუბიექტური და პერსონალური. მე იმას გავა, მართლმადიდებელი არა, ხო და ანუ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს რელიგიური გზნობის შეურაცხყოფა, რომ ხალი გამოვიდეს მოკლე კლაბით და ჩემ წვირად წვენა შეიძლება ეს რაღაცა შეურაცხყოფა. ხო, ამიტომ არ არსებობს რელიგიური გზნობის შეურაცხყოფა. გასაბერი ეკლესია ნორმალურად შეიძლება შეხედეთ ინტერნეტში იყიდება გასაბერი ეკლესია. იქ უცხოეთში, მაგრამ ჩვენ რატო ნორმალურია ეს იგი ხო სადღაც პროექტი რატო ვერ განახორციელეთ? გადავიფიქრეთ იდე შეგეშინდა? არა, რაღაც ფული საკრეფა იყო, ჯერ ფული იმდენი არ ქონდა, რაღაც მე მგონი 1500 დოლარით რაღაცა ჭირდებოდა და მე ჩავთვალეთ რომ ეხა არ იყო მაგის დრო რაღაც სხვა რაღაცებზე გადავერთეთ. არა, რა შეგვეშინდა, არა. რავი, ოდესმე შეიძლება გავბეროთ ნახოთ რა. სულ გვაქვს ანუ რა ქვია იმაში ჭიჭი ეგ ტყვია გვიდევს. ოდესმე შეიძლება გავბეროთ. ოდესმე რამე შეგშინებიათ? კი როგორ არა, როცა თესავდით კანავს, მაშინ გვეშინოდა ანუ სულ. რისი რომ დაგიჭერდნენ და იქნებოდით ციხეში? კი, რა თქმა უნდა, მათ შორის ოჯახები ყავდა გაფრთხილებული, შეიძლება რაღაცა მოხდარიყო და მათ შორის გაფრთხილებული ყავდა გირჩის ის წევრები, რომლებსაც რამდენიმე ადამიანს ვთხოვეთ, რომ მათ არ მიიღოთ მონაწილეობა, რომ თუ რაღაცა და ჩვენ ყველა დაგვიჭრეს, ისინი როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. რა უნდა გაეკეთებინათ? ნუ რაღაცა ბრიფინგი ჩაეტარებინათ, რაღაცა არის ერთჩები საერთაშორისოებისთვის რაღაცები დაეგზავნათ და შემდეგ რაღაც წინასწარი მომზადება ქონდა, რომ თუ ჩვენ აგვიყვანდნენ მაღალი რისკი იყო ძალიან ისევ როგორც ახლა კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი ხათაშორის ახლა დედაენის ბაღში ატარებთ ხო? კი, 3 ჯორით რო დავარიგე. პროვოკაცია არის. დედაენის ბაღში ატარებთ კანაფის ფესტივალს. მაგას ძირა დედაენის ბაღში კი საერთოდ იქნება მაგას დიდი არსებობს. ჩვენ სიმბოლური დატვირთვა თუ არ მიგვიცია მაგისთვის. აი ახლა რა. თავისთავად პროვოკაციული იყო კი რა თქმა უნდა. ხო და დედაენის ეს რო ყოფილიყო ჩვეულებრივი ბაღი კი ბატონო, მაგრამ დედაენა ხო არის ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ალბათ თქვენთვისაც პატივისცემთ ხო დედაენას? კი, მაგრამ ქართული ენა ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი რამე, მაგრამ ის რომ დედაენა რადგან ბაღს დედაენის ბაღი ქვია, იქ არ შეიძლება ჯოინტი დაარიგო, ეს შეიძლება ვინმე ჩათვალა შეურაცხყოფად, მაგის როგორც რელიგიური გზნობის შეურაცხყოფა არ მესმის, ისე არ მესმის ისე რატო შეიძლება ეგ ჩათვალო შეურაცხყოფად. ჩვეულებრივ ბაღია, მე რა დედაენის ქვია, მაგას რა მნიშვნელობა აქვს დედაენის და არ ვქოთ მამაენის, რაღაცა აქცია ჩავატარეთ, რომლის შინაარსიც იყო და მიზანიც იყო ადამიანის თავისუფლების გაფართოვება და ანუ თქვენთვის არსებობს რამე შეზღუდვები? კი, როგორ არსებობს? ჩვენ გვაქვს ძალიან კაცრი მორალი. აი რა არის თქვენთვის მორალი, მოდი მითხრა. ძალადობა არის, მარტივად რო გითხრათ, ძალადობა არის მიუღებელი. ძალადობა არის მიუღებელი. ქადაგებს მართლმადიდებლობაც. მაგას ქადაგებს ჩემი ზოგადად ქრისტიანობა, თუმცა ქართული მართლმადიდებლობა მაგას სამწუხაროდ არ ქადაგებს. რანაირად ქადაგებს, აბა გაიხსენეთ 2013-17 მაისი. რა ხდება ტაბურეტკებით რომ მისდოდნენ ახალგაზრდებს, მაგას ქვია არაძალადობა? ანუ
ხო, ამ ძალადობა არ მოსულა. ქრისტიანობა რასაც ხადაგებს მართლა ეგრე არ გეთახებით. უბრალოდ ქართული ეკლესია სამწუხაროდ დაცილებულია ჩემი აზრით შეიძლება ღირებულებებს. ეკლესიის უпроსტად საპატრიარქოს პრობლემაა და არა რელიგიის, ხო? არა რელიგიის ცხადი. ხო, რა თქმა უნდა. კი ბატონო, მაგრამ აი გარდა ძალადობისა თქვენთვის ამორალურად რა შეიძლება ჩაითვალოს? არაფერ ძალადობის გარდა ნებისმიერ რამე მოსულა. ანუ შეგიძლიათ ახლა გაიხადოთ და გაიაროთ ტრუსით ბაღში. მე შეიძლება ეგ არ გავაკეთო, მაგრამ თუ ვიღაცა მაგას გააკეთეს, მე არ მოვითხოვრო ის დაისაჯოს. იმიტომ ჩემს ეს ძალადობა არ არის. მე შეიძლება რაღაცა მომწონდეს, შეიძლება რაღაცა არ მომწონდეს. თქვენც ეს ხართ, ყველა ესე ვართ. რაღაცები მოგწონს, რაღაცები არ მოგწონს, მაგრამ სად უნდა გაივლოს კანონით ხაზი და რა უნდა იყოს დასჯადი ქმედება, ეგ არის ერთადერთი ძალადობა. თუ ერთი ადამიანი მეორეზე ან სხვებზე ძალადობს, მაშინ უნდა დაისაჯოს. თუ არა, მაშინ ადამიანები ვარ და რა ვიღაცას საშუალო სიარული მოსწონს თუ სიამოვნებს თუ რა ვიცი და ვიღაცას, რა ვიცი, ცხვის თითის შეყოფა. არც ცხვის შეყოფას არ მომწონს, მაგრამ მე ხო არ ვიყო სხვა პრემიერი 90-იან წლებში, რომელმაც თურქეთში ვიზიტის დროს ოფიციალურ შეხვედრაზე ცხვირში თითი შეიყო. უნდა გახსოვდეთ, აი მე დამიწერე ამაზე. ანუ აღარ მინდა ეს კაცი ძალიან ასაკშია ახლა და ცნობილი ფაქტია ეგ. კი, ცნობილი ფაქტია და ცოცხალია ეს კაცი. კი, ეგ დაახლოებით ხდები ვიზეც არის. ეს არის აი სამხედრო საბჭოს პერიოდია და ანუ აღარ დავასახელებ, იმიტომ რომ თავის დროზე ეს რო დავწერე, მაშინ დიდი სკანდალი მოყვა და ახლა ასაკშია და არ მინდა რომ რაღაცა ძველი მივაყენო ასე ვთქვათ. ხო, აღარ მინდა ძველი ჭიროების გაცოცხლება. თქვით რომ მე შინეოდაო, როდესაც შეიძლება დავეჭირეო, ხო, როდესაც კანაფს თესავდი. მაგრამ მეგონა რომ მეტყვი ცხარავის. აი მაგალითად არ გქონდათ იმის განცდაოდეს მე ან შიშის რომ თქვენზე გამოქვეყნებულიყო ფარული კადრები? მე მგონი ეგეთი შიში, ეგეთი ყრუ შიშია. ანუ ეგეთი აზრი, ჩემი აზრით რომ მასზე შეიძლება რაღაც გადაღებული იყოს და გამოაქვეყნონ. მგონია რომ საქართველოში ანუ გამომდინარე იმ წარსულიდან რა წარსულიც გვაქვს, შეიძლება კონდეს ნებისმიერ მეტნაკლებად ცნობად სახეს. ანუ მაგ შემთხვევაში არ მგონია აუცილებლად იყოს მაინც პოლიტიკოსი იყოს, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი. ყველაზე შეიძლება არსებობდეს ეგეთი რაღაც. კი, ყველაზე შემგონია რომ ჩემზე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ შიში მან და რავი რას შველის ახლა. ხო, კი მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ახლა მაგის გამო რომ გავჩერდე, არ გავჩერდე. და აი როდესაც მიშასთან უკვე მივხვდით რომ მიშა არ იყო ის, ვინც გეგონათ, ხო? ამაზე ერთ-ერთზე თუ გქონდათ ტეტ-ატეტ საუბარი მასთან და უთხარი რომ მიშა შენ ვინ ყოფილხარ მე უნდა წავიდე. არა, მე აქ სიტყვებით არ მithქვამს, თუმცა ბოლოს წინა მე მგონი ბოლო შეხვედრა იყო, ხო, როცა რაღაცები ისეთი მithქა, რადგან კი უთხარი რომ რა გითხრა? ნუ წარმოდგენა როგორ უნდა განვითარდეს ეს ქვეყანა და რაღაც მისი წარმოდგენა იყო ის რომ შეცდომა ის კი არ იყო რომ რაღაცა ზედმეტად კაცრი იყო ხელისუფლება და ზედმეტად სახელმწიფოს წინაშე ადამიანი სულად დაუცველი იყო. ამით შეცდომათ იმათ რომ პირიქით სადავეები გაექცა ხელიდან და მათ შორის ვიღაცებს აბრალებდა თვითონ შიგნით ნაციონალური მოძრაობის შიგნით ყოფილ ლიდერებს რომ აი იმის ბრალეა. მაგრამ საბოლოო ჯამში მე რაც თქვა რომ აი მე ეს წამი არა ეს კავკასიაო და აქ სხვანაირად არ გამოდისო და შეხედე როგორ მართავსო ალიევი ან როგორ მართავს ერდოღანი ან ორბანი ახსენა კიდე აი ესო პირიქით კიდე უფრო მკაცრი ის არისო მაგაზე უთხარი ხოლმე მეთქი ჩემთვის ის არის მეთქი და პრინციპში იყო მე მგონი ბოლო თუ სწორად მახსოვს ბოლო შეხვედრა და ვინმე მიცოდა რომ აპირებდით წამოსვლას 2015-ში? ანუ შიგნით იცოდნენ ადამიანები. ოღონდ მიშამ თუ იცოდა? არა, მიშამ არ იცოდა. რამდენიმე ადამიანმა იცოდა და მე რაღაც ის იყო რაღაც დასწრების დაჟე ბადა მქონდა დაჟე მიცემული რომ რაღაც აი ამ პერიოდის განმავლობაში რაღაც ეს რაღაცების გადაბარებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მე მათთან დასწრებაზე იმას ქრეს და თვითონ ააფეთქეს თემა. და მორალურად თქვენ მართალი იყავით რომ იმ პარტიას ტოვებთ, რომლის სახელითაც ხდებით პარლამენტის წევრი და გარანტირებულ პენსიას ინიშნავთ ყველაფერს თავი რო დავანებოთ? კი, მე მგონი ეგ ნორმალური ამბავია ზოგადად პოლიტიკაში რომ პარტია დატოვო. მაგაში როდესაც ვერ ხედავ. როცა იმ პარტიას არ მე მაშინ დავტოვე, რავი, მე შემეძლო არ დამეტოვებინა და გამოგქცეულიყავი ისე როგორც მაგათად ევროპული საქართველოს მოიქცა დარჩენილიყავი 2 წელი რაღაცა დამეკიდებინა ყველაფერი და ვითომ გამეგზადებინა ვითომ არაფერი და 2 წლის მერე კიდე პარლამენტში მოხვედრილიყავი და მე დამეტოვებინა და მეორევად ამ ყოფილიყავ პარლამენტში, მაგრამ მე ხო ეგ არ გავაკეთე და მგონია რომ სწორად მოვიქეცი რომ არ გავაკეთე, მათ შორის საკუთარ სინდის და მგონია რომ ეგრე უფრო მართალი ვარ. მაგრამ რაც შეეხება პენსიას, ეგ პენსია გასაუქმებელია. გირჩი არის ერთადერთი პარტია, ვიცით თუ რომელიც ითხოვს მაგ პენსიის გაუქმებას, იმიტომ არასწორი და ამორალური გონია რომ რომელიმე პროფესიის ადამიანს ნიშნულობა ვიღებ მაშინ და არ ვიღებ, სად ვიღებ? ანუ ბიუჯეტში აბრჩება? სად არ არ ვიღებ ანუ მაგ პენსიას. ხა მე არ ვიცი შეიძლება ეხლა მქონდეს უფრო მოვითხოვო, მაგრამ მე მაგ პენსიას არ ვიღებ და არც ავიღებ არასოდეს.
არა, სწორია. თქვენ დეპუტატი ხართ ყოფილი და გეკუთვნით, კაც თქვენი ხო და არ ესეც ვიღებ, რა არა. ვარიანტია, ლეიბორისტები პარლამენტში რო არ შევიდნენ და ხელფასს რო იღებდნენ. თქვენ უნდა განაცხადოთ სადღაც რომ ეს პენსია არ მინდა თორე. არა, რაღაც მაგ პენსიის აღება მე მგონი შემიძლია დავიწყო მე როცა საპენსიო ასაკს გადავწყვეტ. არა, როგორ გეკადა. მაშინ არ ვიღებ ეხლა რა თქმა უნდა. შეიძლება გერიცხებათ, აბა შეამოწმე, ინტერნეტ ბანკი ხო გაგვდა. შეამოწმეთ ანგან 60 ლარია და 60 ლარი რომ მერიცხებოდეს თქვილა შევამჩნევდი აქამდე. არა, არაფერი არ მერიცხება და არა ვიღებ და არა ვიღებ არასოდეს. ამორალური არასწორია. და ამორალური მით უმეტეს რომ კანონმდებელი რო ხარ და საკუთარ თავს რო უნიშნავ პენსიას, რატომღაც თითქოს იარაღი დაგადე შუბზე რომ პარლამენტში წასულიყავი და ამიტომ პენსია გეკუთვნის, ცხადე სიგიჟია. ჩვენ ვითხოვთ მაგას დიდი ხანი რომ გასაგაუქმებულა, მაგრამ სხვადასხვა რო იცოდეთ სადაც კი ყოფილ ვარ და ბევრ პარტიებთან მქონე შეხება და იქ საკითხს დამიყენებია, ადამიანი ვერ უპოვეთ ის მაგათაც თანახმა იქნება. ყველას უნდა. რატო არის თუმცა მე ვიცნობ ისეთ ყოფილ დეპუტატებს, რომლებიც ამბობენ რომ პირიქით უნდა გაგვეზარდოს ეს პენსია და ასე შემდეგ. კი, ის არის ძველი მიღებული ინფლაცია, ესა აღარ აქვს ყიდულობა. ოპერატორებს მინდა ვთქო, ყურადღებით იყავით, ეხლა რაღაცა უნდა ვკითხო და ეს კადრში რო კარგად აჩვენოთ რა. რამე შოკის მომგრელი. არა, შოკის მომგრელი არ, მართლა მაინტერესებს უბრალოდ. თქვენ ამბობთ, რომ ხართ მორწმუნე, ხო? წამთ რაღაცის. მართლა მერწმენა მაგი. ანუ თქვენი რწმენა უკავშირდება გირჩის რელიგიურ ორგანიზაციას თუ მართლმადიდებლობას? გირჩის რელიგიურ ორგანიზაცია კი ეფუძნება იმ რწმენას, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვინც ვართ გირჩში გაერთიანებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვწამს ადამიანის თავისუფლების და გვწამს, რომ მონობა არის ძალიან ცუდი რამე და დაუშვებელი და ამას ქრისტიანობაც ხო და მანდ ვართ ჩვენ. მაგას მეგონი ბევრი რელიგია ამბობს სხვადასხვანაირი ფორმით და გზით და კი. აი ეს წითელი ძაფი ალბათ იცით რომ გავრცელებულია თბილისში ჩამოაქვთ იერუსალიმიდან წითელი ძაფი. ამას უკავშირდება მართლმადიდებლობას? არა, ეს არის 20 ივნისს მოვიდა ბიჭი ერთი რომელმაც გამიცნო და მითხრა რომ რაღაცა ბავშვების მე მგონი გასართობი ცენტრი თუ რაღაცა აქვს და მათი რაღაცა სიმბოლო არის და შემაბა და რაღაც რო ვნახე მე რაღაც მომეწონა რაღაც ბავშვების ამბავი იყო და რაღაც აღარ მოიხსენე. და მასმენი გაბიო. ხო, თან რაღაც 20 ივნისის სიმბოლოსავით არის და თან რაღაც 20 ივნისის სიმბოლო ის არის თვალზე ასაფარებელი და მეც არა მაქვს და ეს მიკეთია 20-ის. ხო, მე 21-ში შემაბა 20-ში. მეგონა რომ ეს იყო აი ეს ხო იცით რასაც გულისხმობ ხო? ნასკვები და ხო, და მეგონა ამიტომ ატარებდა. ბიბლიურ თავისუფლებას მეგონი არა აქვს ნასკვები და ეგეთი ფსალმუნები და რაღაცები ეგეთი არა აქვს. ხო და მითხარით, არ დაფიქრეთ ისე მითხარით რა. გოგა ხაჩიძე როგორ დაავერბო ვკეთ რომ დაეტოვებინა ნაციონალური მოძრაობა. არ დამივებოკები. აბა გოგა ხაჩიძე რომელიც იმ თავიდანვე სანამ ნაციონალური მოძრაობა შეიქმნებოდა ნაციონალური იყო, ხო? მე მგონი ჟვანიას კი. მე მგონი ჟვანიასთან. კარგად ვიცი ახლა სანამ თქვენ ჩემზე კარგად გეცოდინებთ. ხო. და რაღაცებს კიდე არ გავიხსენე. მე არ დამივებოკები ანუ. აბა თვითონ დაგავერბო, გითხათ რომ ისტორია მოგიყვეთ როგორ მოხდა ეგ ამბავი? ეგ აქ არის საინტერესო მომენტი ეს იყო როდესაც ტოვებთ ნაციონალური მოძრაობას. თქვენ მაშინ გოგა როგორ გავიცანი მაშინ მაგასაც გეტყვით ბა. ან გოგა გავიცანი ახალი მისული ვარ და რაღაც ახალ პარტიაში ახალი მისული ვარ და პირველი რაღაცა პოლიცსაბჭოს რაღაცა სხდომა არის და 1000 რაღაცებზე ლაპარაკობენ, ჩემთვის ნაკლებად საინტერესო რაღაცა პარტიის ხელმძღვანელი ორგანოები როგორ დააკომპლექტ რაღაც ბლა 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 მე ნაკლებად მაინტერესებდა და რაღაც მომენტში ავდექ ხელი ავიწიე, მაშინ მერაბიშვილი ჯერ კიდე გარეთ იყო და ხელი ავიწიე და ვთქვი რომ მოდი იმის კანაფის ლეგალიზაცია იმას ვქოთ, მოვითხოვოთ, დავაყენოთ ეგ საკითხი ხო და რადგან რაღაცა დაპირისპირება მქონდა მე ვანო მერაბიშვილთან, მე ცალკე ვილაპარაკოთ რაღაცაო და მაგდროს მახსოვს რომ შორს რაღაც ოთახის ბოლოში იქიდან მხრიდან გოგა ადგა. ანუ ვანომ გაგირჩიათ საქმე ამ კანაფის. საქმე არ გაურჩევია, მაგრამ მიხსნიდა რომ რატო იქნება არასწორი და რაღაცა რომ ხო, ჩემს არასწორი წარმოადგენები ქონა ბევრ რაღაცებზე, მაგრამ მაგას ახლა არ აქვს ნიშნობა ადამიანთან ციხეში არის. აი ამას რა ამბობთ, ხო იცით რომ ვანოზე კარგად იმოქმედებს და თქვენზე ცუდად. არა, შეიძლება. ტრადიციულ საზოგადოებას. მე მგონი ეგ არც არის დამალული, რომ სინამდვილეში ერთ-ერთი თავარი მოწინააღმდეგე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის იყო მერაბიშვილის და იყო ადეიშვილის, ყოველ შემთხვევაში მე ბევრი ადამიანისგან მსმენია ეს და მე შეგინთ როგორც მივხვდი, მათ შორის ეგეც იყო. თუმცა სხვა ადამიანების ვინც იყვნენ მათ შორის დღეს რო არიან ევროპული საქართველოს ლიდერების და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, რომლებიც იძახიან რომ ხო რაღაცა ლეგალიზაციისკენ, ლიბერალიზაციისკენ უნდა წავიდეთ, ის ადამიანების წინააღმდეგ იყვნენ ჩვეულებრივად კაც ყველა. ხო და მან გავიცანი გოგა, ანუ რაღაც მომენტში მოვიდა ჩემთან. სანამ გააგრძელებთ მაპატიეთ, აი თქვენი პრესამსახური მიყურებს და რეაქციებზე ვაკვირდები. ყველა თქვენი სიტყვა თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ეს უნდა მეთქვა რა. მოვიკლავ თავს. ხო და არა, რაღაცა უნდა გითხრათ. აი მომიყევით ეგ გოგას გაცნობა და ხო, მაგის მერე გავიცანი გოგა შორიდან ვიცოდი, იმიტომ რაღაც ცნობადი სახე იყო ისე და მაშინ მოვიდა და მკითხა რომ ვინ ახარო. ალბათ საიდან მოხვედიო. უსმენით მის სიმღერებს შენ რა სექსი ხარ ახალგაზრდობაში, ხო? მაგითი ვერ დავიკვეხნი, იმიტომ სხვა რაღაცებს უსმენდი ზოგადად ინგლისურ ენოვანს, მაგრამ მაინც. ხო და ეგრე გავიცანი გოგა და მე ისე აღმოჩნდა რომ ერთად აღმოჩდით წყალტუბოში სასტუმრო სადაც ცხოვრობდით, როცა ქუთაისის სესიები იყო და ერთად აღმოჩდით ადამიანები, რომლებიც ერთად წამოვედით რა და იმის გამო რაღაც ერთად ვატარებდით დროს, სინამდვილეში რაღაც ამ აზრამდეც რომ რაღაცა სხვა არის გასაკეთებელი და აქ გაჩერება და ესე გაგზელება შეუძლებელი, რაღაცნაირად ერთად მივედით. ანუ ესე არ ყოფილა რომ
ვიღაცა იმას ავებოვკევდა. გასაგებია. აი ამ ინტერვიუს ჩაწერას, დაუმონტაჟებელი ინტერვიუს ჩაწერას ესწრება პრაქტიკანტიც, ხო? აი ეს უცხო თვალია რეალურად. აი ხა ლოგიკას რო გავუყვეთ, ხო? თქვენ გამოდიხართ ჯერ კიდე მაშინ ვანო მერაბიშვილს ეუბნებით, რომ არ შეიძლება და უნდა მოხდეს ლეგალიზება, არ ვიცი. ეს არის 2013 წლის დასაწყისი. ანუ ახალი მისული ვარ. აი ყველას ხო გვახსოვს შარშან საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვინ გამოვიდა ნარკოტიკების თუ კანაფის ლეგალიზებით? შარშან არჩევნების წინ ვინ გამოვიდა ჩვენს გარდა მაგას არავინ არ იზამთრებს. ოცნება, აბა გაიხსენეთ კაცო მთელი ამბები. ოცნებას იმას გულისხმობთ სამედიცინო კანაფს? ეგ სხვა რამე არის. ანუ ნახეთ ეს ხო ლეგიტიმური იყო ეს შეფასება, რომ ანუ ივანიშვილმა გირც მოათელინა ეს თემა და ეხლა თვითონ იწყებს. არა, შეიძლება ვიღაცა მეგრე აღიქვას, ოღონდ მაგ ნიშნავს, რომ უბრალოდ შინაარსი არ ესმის ადამიანს, იმიტომ ჯერ ერთი მე კანაფის ლეგალიზაციაზე სტატიები მაქვს ნაწერი 2009-2010 წელს. ანუ იქიდან მოყოლებული და ზოგადად ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე. მაგრამ ეხლა მე რო ინტრიგანი ვიყო, ხო გეტყოით, რომ თავის დროზე ნაცებშიც ბიძინამ შეგაგზავნათ მეთქი რა. ხო, რავი, შეიძლება ხა ეგეც დაიჯეროს ვიღაცა, მაგრამ ანუ მაგას ეგეთ ვერსიებს ხო ის არა, ლიმიტი არა. მაგრამ მე იმის გვამინდა რომ ჩვენ ისვისაც ვიბრძოდით და ეგ იყო ეგრეთ წოდებული რეკრეაციული კანაფი. ანუ მოსაწევად რომ დაბოლდე მაგისტვის რომ მოიხმარდა. ის კანონპროექტი რომელიც იმათმა შეიტანეს პარლამენტში, ის იყო სამედიცინო კანაფი, რომელიც ნარკოტიკს არ შეიცავს. უბრალოდ იმათმა არ იცოდნენ რა სწერდნენ. ანუ იმდენად უტვინოები და გაუთვისნობები არიან, რომ კანონი ისე დაწერეს, რომ თითქოს ნარკოტიკზე წერდნენ. და მე როცა მე პირველ დღეს საღამოს ვიძახე რომ იქ ნარკოტიკი საერთოდ არ არის და რა შუაში ავტომატიანი ხალხი რატო უნდა იცავდეს სათბურს და ეგეთი გიჟები, მეორე დღეს გამოვიდა და მე თვითონ თქვეს რომ არ არის შიგ ნარკოტიკიო. და მე საპატრიარქოს წარმომადგენლები მაგათევნებოდა რომ თუ ნარკოტიკი არ არის, აბა ავტომატით რატო აცილებთო იქამდე და საქართველოში გაყიდვას რატო გძალავთო მაშინო. და მან გაიჭედენ. და ბოლოს როდის დაბოლდით? ბოლოს დავბოლდი ალბათ 1-2 კვირის წინ. და დაჯექით ჩმაქსზე და თუ არა? არა, დაბოლილი ჯდებით ხოლმე საჭესთან? აი მე რომ გამოგიძახოთ, გარანტია მაქვს რომ თქვენ დაბოლილი არ იქნებით და შინმშვიდობით მიმიყვან? ანუ ისეთი დაბოლილი არ იქნები რომ მანქანა ვერ მართოთ ცალსახად, კი. თუმცა საკმაოდ დიდ ადგილას ეგან ვერ დააპარკინგეთ, ფაქტია. არა, იქ ჩემ მანქანა არ შეეტევოდა. ნუ შეეტევდა, მაგრამ ამაზე არ გვიდა ლაპარაკი. ბედნიერი. აი, ვიღაცადოთ რომ გავალთ. ბევრი რაღაცით ბედნიერი ვარ. ამ უბედურ ქვეყანაში ბევრი რაღაცით ბედნიერი ვარ. აი რითი ხართ ბედნიერი? ბედნიერი ვარ, რავი, ჩემი ოჯახი პირველ რიგში ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ და იმ ადამიანებით, რომლებიც ჩემ გარშემო არიან გიჩში. რავი, 10 წლის წინ რო გეკითხა ჩემთვის, რომ შევძლებთ მე შეიძლება ეგეთ ადამიანებთან ერთად, ანუ ჩემ გარშემო გაერთიანებულ ამდენი ადამიანი და ერთად ესეთი რაღაცა გვეკეთებინა, ალბათ არ დავიჯერებდი. ისე როგორც რა ვიცი, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები, ბევრი რაღაც ჩემი მშობლები, ბევრი რაღაცით ვარ ბედნიერი კი, თუმცა კმაყოფილი საბოლოო ჯამში არ ვარ, ბევრი რაღაცით ასევე უკმაყოფილოც ვარ. რამდენი წევრი ყავს გირჩს ოფიციალურად? გირჩსა, ეგეთი რეესტრი ჩვენ არა გვაქვს, თუმცა ჩვენ გვაქვს Facebook-ზე ჯგუფი, რომელსაც ქვია გირჩის წევრების ჯგუფი, სადაც არის 14000-მდე ადამიანი. არა, ეგ ეხლა მოდი შევთანხმდეთ, რომ პარტიის წევრობას არ ნიშნავს, ხო? ჩვენ რეესტრი ოფიციალურად არა გვაქვს, თორემ მაგას ნიშნავს კი. არ გჭირდება, რაში გჭირდება? თქვენ ხო ოფიციალური პარტია ხართ, კაცო? კი, მე რავი, ანუ ეგეთი წევრების რეესტრი საქართველოში მე არ მგონია რომ ვინმეს კონდეს, თან საქართველოში არ არის ეგეთი სისტემა, როგორც ამერიკაშია, სადაც რეგისტრირებული ამორჩევლები არსებობენ ყველა პარტიის, ამიტომ ჩვენ გვაქვს ჯგუფი, სადაც ანუ მე რომ მეკითხება ადამიანი როგორ გავწერიანდე გირჩში, მე ვეუბნები რომ Facebook-ზე ჯგუფში გაწევრიანდე. იქ არის 14000 კაცი, რომლებიც მთელი დღე და ღამე რაღაცებზე მსჯელობენ. ეგ არის პარტია. მე უფრო მეგონა რომ ბევრი გეყოლებოდათ, მეც კი მაქვს 2-14000-იანი კი არა, მეტი 1000-იანი ჯგუფი რა. რომელიც აპარტიას არ ესე იგი რა. ხო, თუმცა ჩვენთან ეს პოლიტიკური ჯგუფი, ანუ გირჩის იდეებზე მიდის სიხჯელობა, თორე ეგრე პეიჯი გვაქვს ცალკე, სადაც 150000-მდე ნახე ლაიქერია, მაგრამ იგა მაგათ არ ვთვლი. მაგათ არ ვთვლი. აი თქვენი მიზანი რა არის? 2020 წელი მოდის, ხო? ნუ გასაგებია რომ ერთ ტიპს გაიყვანთ პარლამენტში. მინიმუმ ერთი არის 0.67. 14000 12000 ხმა არის. ჩემი აზრით მინიმუმ 4-ს გავიყვანთ, მინიმუმ. ეხან დევანდელი მდგომარეობა, მაგრამ მგონია რომ არავინ არ იცი ეგ ვინ იქნება. რატო? იმიტომ ჩვენ სისტემა გვაქვს ეგეთი, შეგიძლიათ შეგვიდეთ ნახოთ girchi.com-ზე, ეხა უკვე გამოდებული არის girchis პარტიული რეიტინგი. და იქ შეგიძლიათ ნახოთ ვინ არის პირველ ადგილზე, ხამ წუთში პირველ ადგილზე არის ცოტნე კობერიძე, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც შეიძლება ესე კარგად არ იცნობდეთ, იმიტომ რომ სადმე სატელევიზიო ეთერში მეგონი ალბათ 1-10 ჯერ იქნება ნამყოფი. ამ წუთში ეხა ის არის პირველ ადგილზე. მაგრამ ეს არის რეიტინგი, რომელიც ანუ პერმანენტულად ლაივ რეჟიმში განახლებადია. იქ არის ამ სისტემაში გაწევრიანებული ხა 2000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ხმებს აძლევენ ამ ხალხს. ანუ მე ხა ამ ინტერვიუს მერე როგორც თქვენ თვით ყველა შენ წინამდე შეიძლება გამოყენო. თუ რაღაცები არ მოეწონათ
მოწონებათ, მე ვიღაც იმაში ქულები მომაკლო და ჩამოვარდი კიდე უფრო ქვემოთ. მე ჩამქოლავთ, მე ჩემ ბრალი ყოფილი. არა, თქვენ რა შუაში ხართ. ჩემი არა, რა თქვენ რა მე რავი, ესე ვლაპარაკობს უდეში დასამალი არაფერი არ მაქვს და ანუ თუ ვიღაცას არ მოეწონება ჩამომწევენ, მაგრამ სამაგიეროდ ვიღაცები თუ მოეწონებათ, ისინი აიწემეზებენ თავით და ზუსტად არავინ არ იცის ვინ იქნება და რა იქნება. მე შევეკითხა მე ვინ გამიხარდება იქ რო იყოს. ეხლა ამ წუთში მეორე ვარ. მე და აი ვინ გაგიხარდებათ პარლამენტში? ჩემი აზრით ვახო მეგრელიშვილი, ვისაც ცნობენ ადამიანები, ვახო მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია, საბო, მათ შორის ცოტნე და კიდე არის ახალი ადამიანები არიან, დათო გაგუა, ვახტანგ ზენაიშვილი, რა ვიცი, არიან ადამიანები, რომელსაც მე გულშემატკივრობ, ეხლა კიდე სხვებს ორეწყოს კიდე მყავს ბევრი, ვისაც მე პირადად გულშემატკივრობ. აჰა. და მინდა რომ ისინი გავიდნენ კი. ფული გიყვართ? ხარჯვა მიყვარს უფრო, ვიდრე ფული მიყვარს. არა. ესე იგი ფულიც გიყვართ, თორე თუ არა გაქვთ როგორ დახარჯოთ? არა, ანუ ის უნარი რომ რაღაცები ბევრი დავზოგოთ, შევინახო და რაღაცა, ეგეთი ტიპი არა ვარ ფულზე ორიენტირებული ტიპი, ჩემ და სამწუხაროდ რაღაც მომენტებში ვიჭედები ხოლმე და ხვდები ხოლმე რომ ეხლა ამ წუთში ძირითადად ბავშვების გახარება მიყვარს რა. ძირითადად, თორე ისე რავი ხარ გითხარ რაღაცა ვგრიალებ აი ეგეთი ტიპის არ მაგის არც დრო მაგ და არც ხალისი. და რითი იხდის გირჩი მაგალითად პარტიის ოფისის ფულს? ჩვენ გვაქვს ორი წყარო შემოსავლის. ერთი წყარო ეს არის რელიგიური ორგანიზაცია და მეორე წყარო ეს არის შემოწირულობები. გირჩი არის ერთადერთი პარტია, რომელიც ქვემოდან ზემოთ ფინანსდება. მესამე შმაქს. შმაქსი ჯერ არ დაუწყია გენერირება ეგრე შემოსავლის, მაგრამ ამ წუთში შმაქსის ოპერატორი, რომელიც კოლცენზე მუშაობს, ჩვენთან ოფისში ზის, მაგრამ საბოლოო ჯამში შმაქს უყურებთ როგორც ბიზნესს, რომელმაც თავისთავად უნდა შეინახოს. ოღონდ არა ტაქსო პარკის ბიზნესს, არამედ საგამანათლებლო ბიზნესი არის, რომელიც როგორც პროფკავშირები ეგრე იმუშავებს. ანუ შმაქსისტები გადაიხდიან საწევროს და სამაგიეროდ ჩვენ დავიცავთ მათ უფლებას. ბიუჯეტში არ შეიტან შმაქსი? არა, ბიუჯეტში არ შეიტანს. რატო, კაცო, ეს კანონის დარღვევაა? ეს ხო შემოსავალია თქვენი. შეპესია. გადასახადებს გულისხმობთ, საგადასახადოში რეგისტრირებთ როგორც საგამანათლებლო ორგანიზაცია, თუ რამე დასაბეგილი იქნება, კი რაღაცა მაგის საგამანათლებლო ორგანიზაციები არიბეგრებიან როგორც მე. ეგეთი არიბეგრებიან, მაგრამ ეგ არ ვიცი რამდენად გავრცელდება შმაგზე, მაგრამ ვეცდებით რომ გავრცელდეს. ჩვენ ზოგადად არ ვიყოს გადასახადების გადახდა, არ ვიცი თუ არა. ჩვენ არ ვიღადასახადების ანარქისტები ხართ, კაცო, თქვენ ყველაფერი კიდიათ რა. რატოა ძალადობა? იმიტომ რომ აშენებით არის. ის რომ გადასახადებისა სიკვდილი გარდაუვალიაო? და ასე რომ დემოკრატიულ ქვეყნებშიც ეს ხო მახსოვს ვინ ამბობდა რაღაც ამბობდა მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებშიც დემოკრატიულ ქვეყნებშიც არის ბევრი რაღაც სისტემები რომლებიც არასწორად არის მოწყობილი ჩვენ საბოლოო ჯუნგლების კანონებიდან არ გადავიხადოთ კანონებს არ დავემორჩილოთ მორალი არ გქონდეს და აი ესე ვიცი ვაკეთოთ სწორი მორალი გქონდეს სწორი მორალი გულისხმობს მათ შორის იმას რომ ძალადობა არის ცუდი და გადასახადები არის ძალადობა ანუ თქვენი ნებით არ იხდით თუ არ გადაიხდით პოლიციელი მოდის და თქვენ ციხეში გიშვებენ შემოსა ძალადობაა თქვენი ნებით თუ გადაიხდით მაშინ ძალადობა არ იქნება და ჩვენ ის ჯერა იდეალურ შემთხვევაში. ეს სახელმწიფო მაშინ, აი, არავის, ეხლა ვინმეს ექნება სურვილი, აი, რამდენი ადამიანი გვიყურებს, ეხლა ვის ექნება სურვილი, რომ გადასახადი გადაიხადოს, არავის. არა. რატო? არა, აი, მკითხოთ, გააქვთ რატო არ ექნება? რაშა გადასახადის გადახსოვს? რატო არ ექნება სურვილი, რატო? შემოსავალი უნდა ქონდეს. ანუ ადამიანებს ამ ქვეყანაში არ ექნება. რატო არა გაქვთ თქვენ მკითხვა ხო ეგ არის, რატო არა გაქვთ სურვილი, რომ გადასახადი გადაიხადოს? აი, პასუხია რომ შემოსავალი არა გვაქვს. ერთი კიდე ფულს რო უშვებ სადღაც დარწმუნებული ხართ რომ ის ფული კარგად და სწორად დაიხარჯება რაში ძინა? ხო და ეგ არის პრობლემა, როცა თქვენ ნებაყოფლობით რაღაცებში ფულს ხარჯავთ, თქვენ ხარჯავთ ნებაყოფლობით. ანუ მე იდეალურ სამყაროზე ლაპარაკობ, ხა და არა იმაზე ქართული რეალობაში დღეს რა შეიძლება ქნა, მაგრამ დღესაც საქართველოს რეალობაში თქვენი ყოველი ნაშოვნი 100 ლარიდან 33-34 ლარი მიაქვს სახელმწიფოს და რო წაიღოს მაგის მაგირად 10%, მე ვიქნები ბედნიერი. კარგი. და 90 ლარი თქვენ დაგიტოვოთ. ანუ შემცირებისკენ უნდა ვიაროთ და ნუ იდეალურ რეალობაში, რომელიც მე წარმომიდგენია, შეიძლება დახვიდე 0-მდე. მე მაინც ვაწვევი ჩემს პირველ ჩვენებას რა, ძალიან ავანტიურისტი ხართ, ანარქისტი ხართ, აი თუნდაც ეხლა თქვენმა რელიგიურმა ორგანიზაციამ დაიწყო ბიზნესის კურთხევა. თქვენი შმაქსი უკვე ნაკურთხია. აი ეს რაღაცია კაცო. კურთხა იმან. აი როგორ ხდება ეს კურთხევა? აი მოდის რაღაცა. შემოსავლის წყაროა ამ რელიგიური ორგანიზაციის. ხო და როგორ ხდება? აი ნაკურთხი წყალია ასხამთ. როგორ ჩვეულებრივ მართლმადიდებლობა თუ როგორ ხდება ეს კურთხევა? მე მგონი გუშინ ჩატარდა პირველი ორი რიტუალი, ხო, რომელიც მე გამოვტოვე და ამიტომ კონკრეტული პროცედურა რა არის, არ ვიცი, მაგრამ არ თან ფასიანია 50 ლარი, როგორც ვიცი. ანუ ბიზნესს აკეთებთ, თქვენ გინდათ კარგი ცხოვრება, ადამიანებს აბოლებთ, რა, თქვენზე ზრუნავთ და სინამდვილეში ფულს შეუულობთ, რა. აი, კარგი ცხოვრებაზე არ არის, ანუ ეს შემოსავალი ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური იმუნიტეტი შევქმნათ, მათ შორის შმაქსისთვისაც და არა მხოლოდ შმაგი, რასაც ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ არ ვიყოთ ადვილად ხელწარმო. ოფისი გვინდა, თანამშრომლები გჭირდება და ასე შემდეგ, ანუ ხარჯები გჭირდება. ხო და მაგას ჯამში ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია
ორგანიზაცია, რომელიც რომელიც თავი უნდა დაიცვას. ანუ ნახეთ, ადამიანებს ამ ქვეყანაში უჭირთ თქვენ ამ სიტყვას კიდე გამოვიყენებ, აბოლებთ, რომ ახლა თქვენ გიკურთხებთ რაღაცა ბიზნეს 50 ლარი გადამიხადე, ან რელიგიურ ორგანიზაციაში შემოდი, ჯარში აღარ წაგიყვანენ და ადამიანები აი ამით ჩემი აზრით ეგ არის შეუძლებელი გირჩის შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გირჩის მხარდამჭერები და მათ შორის ადამიანები, რომლებიც თუნდაც ფულს გადაიხდიან ეგეთ კუთხეებში, ეგენი არიან ყველაზე გონება გახსნილი ხალხი ამ ქვეყანაში, ამიტომ მათ ვერ დააბოლებ. აი ეხლა ვინც შმაქსის ბძღოლი გახდა, ხო? ეს ყველა ხო გირჩის მიმდევარი. ბძღოლი არა, მასწავლებელია. ხო, ნუ მაპატიეთ, არ ვიცი ეს გირჩის ენა, კაცო, თქვენ კიდე სხვა ენა გაქვთ, როგორც ზურაბიშვილი სულ სხვა ენით ლაპარაკობს, არ გვესმის, ისე გაქვთ თქვენი ენა და არ ვიცი ეს ტერმინი. ზურაბიშვილი გოთ ქართულად ლაპარაკობ, ჩვენ ქართულად ლაპარაკობთ. ხო და ნახეთ რა მინდა და რამდენი წუთი გვაქვს დარჩენილი, იქნებით ხართ რა. 10 წუთი და რამდენი ბევრს ვილაპარაკებ. ხო, ბევრს ვილაპარაკებ. თან ხო თქვენ 1 წუთში ამბობთ, 1-200 სიტყვას ხო, ისეც რამაც ეგ ეფექტი მაგ ბავშვობიდან. არა, დედა, შეიძლება საინტერესო ადამიანების ყურება. ეგ შევაჩვი ხალხი და ესმით, ადრე არ ესმოდა და მაგინებდნენ. გაგინებდნენ, ხო? ხო, და აი ნახეთ, მე გამოვიძახე შმაქსი, ჩავჯექი და არის ეს სასწავლო ორგანიზაცია, ხო? საგანმანათლებლო და ზის მძღოლი. ვარ ცუდ განწყობაზე და არ მინდა რომ ამ მძღოლმა რამეზე მელაპარაკოს. ტაქსი გააჩერეთ მაშინ. ერთი წამით. და უთხარი რომ წამიყვანე, ოღონდ ჩუმად იყავი და არ გადაუხადე ფული რა, რას მიზამს? არაფერს, შეგიძლია ჩავთავოთ რომ მედიტაციას გადიხარ და შესაბამისად რაღაც ეგრე ნათლები. მაინც ფული მაინც უნდა გადაუხადო და რისი მიხედვით დგინდება ტარიფი? დაგეხმარათ სიჩუმის უზრუნველყოფაში. რისი მიხედვით დგინდება ტარიფი? გააჩნია რამდენს მოისმენ, სინამდვილეში ტარიფს ვადგენთ მაგით. აი მე ვილაპარაკოს რა მე ყურსასმენი რომ მქონდეს და არ უსმენ და ანუ იმას ვდი ლაპარაკში? კი. ხო და ამას ვიძახი, კაცო, ესე იგი აი ხო ეგეთი რაღაცაა შეგიძლიათ მაგათაც შეხვიდეთ და არის საგანმანათლებლო კურსები ონლაინ, სადაც ფასს გადაიხდით და უსმენთ. შეგიძლია იყიდოთ ეს, ჩართო და მე არ მოუსმინოთ, მაგრამ ფულს ხომ მაინც იხდით. აი ესე იგი ჩათვალეთ რომ იგივე საკეთებ. ეგან გახსოვთ საუბარი დავიწყოთ რა მითხარით? რომ ლარი ვიშოვეო შმაქსაობით პირადად კი. ესე იგი არ მოგისმინა, თან გადაგიხდათ ისა არა, მე ვერ მოსწავლეთ ამის რა ქვია. მინდა რომ რაღაცა რეგულარობით მე თვითონ ვიშმაქსავოთ, ვერ მოვახერხე რაღაცა ოჯახურად. ის ერთი ლარი ვინ მოგცად? ერთი ერთხელ აი პირველ დღეს რომ დამაჯარიმეს, მაშინ ვიშმაქსავე. ანუ ხო და ერთი ლარი სიმბოლურად გამოვართვი. და რაზე ელაპარაკეთ გაფიცებ. ის დაჟე ლაივ დეებს რაზეც ველაპარაკეთ. აი ხა ნუ შემომაძებნი სახალისო ადამიანი იყო, ამ ტაქსებზე ვლაპარაკობ, ტაქსების რეფორმაზე ვლაპარაკობდით, იმიტომ რომ ადამიანი იყო ყავარჯნით, ვერფეხზე ძლივს იდგა და მერიის წინ იდგა, მერიის წინ ჩავისი სპეციალურად და არა ტაქსს ვერ აჩერებდა, იმიტომ რომ ის იყო 1 ოქტომბერი, როდესაც აიგრძალა და ტაქსები არ იყო უბრალოდ ფიზიკურად. იდგა და გულში იგინებოდა და მე გავუჩერე და ბედნიერი იყო რომ ჩავისი და მაგაზე ვლაპარაკობდით რა. აი ესე წარმოიდგინეთ, შმაქსით ან შმაქსის გარეშე მიდიხართ და გვხვდებათ ორი ტრაფარეტი. აქეთ წახვალ და შეხვდები მიშას, აქეთ წახვალ და შეხვდები ივანიშვილს. რომელს შეხვდებით? მარცხნივად ხო უნდა ბიძინას. რატო? მაინტერესებს მაგასთან ლაპარაკი დიდი ხანია. მოიცა სანამ ლაპარაკი უნდა გადავჯდეთ, თორემ მზე მოგადგა, დაგდებთ ეს მზე რა. აი თემაზე გადავჯდეთ. ძალიან დაგდებთ ეს მზე. რა შეასაქმე? რაზე ელაპარაკებით ბიზნეს? აი წარმოიდგინეთ რომ ვარ ბიზინა. ნეტავ იყო ისე მილიარდერი იქნებოდი ვარ. და ყველა ბიზნები ვიყოთ. თქვენს გინდათ ბიზნობა? არა, ბიზნობა არ მინდა. აბა, მილიონები გინდათ, მილიარდები? ამ მილიარდები მინდა ბევრ რაღაცებს გავაკეთებდი კი. ხო და რა გაქვთ სალაპარაკო ბიზნესთან ეგ მითხარი? მთავარი კითხვა რაც მაქვს არის, აუ თვითონ მაინტერესებს რანაირი ადამიანია და რა აინტერესებს. რასაც აკეთებს, როგორ აკეთებს. გადატანა აინტერესებს. ეგ ჰობია, ეხლა მესმის რომ რაღაცა დენდროპარკი გინდა გააკეთო, ოკეი, პანორამა გინდა აშენო, მე მაგაზე კითხვები არ მაქვს, რაც უნდა ისაკეთოს, მანამ სანამ მაგაში თვითონ ფულს იხდის, რამდენი ტყე რომ მქონდეს, ცაცითაოთ მივყიდიდი, ყველახეს თუ ფულს გადამიხდა, მაგაში პრობლემას მე ვერ ხედავ და არასოდეს თუ ნახოთ მე არ მიყვირა მაგაზე, რომ ხეებს რატო ყიდულობს და პარკს რატო აკეთებს. თქვენ ზოგადად არ ყავირი ხართ იმაზე, რაზეც ყავირი ეგ არ მაგილებს. ეგ არ მგონია რომ პრობლემა არის და იმიტომ თავარი პრობლემა მგონია სხვა რამეში, თავარი პრობლემა. თავი პრობლემა მგონია ივანიშვილის შემთხვევაში თავი პრობლემა მგონია იმაში რომ არ აქვს ანუ არც ხედვა აქვს და არც დრაივს რო ეძახიან მოტივაცია რომ ეს ქვეყანა სწრაფად განვითარდეს იმიტომ რომ მე მგონი მისთვის თავი მოტივატორი არის პირადი უსაფრთხოება და მანამ სანამ პირადი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და პირადი უსაფრთხოება გადის რაღაც კონკრეტულ რაღაცებზე რომ რაღაცა რევოლუცია არ მოხდეს და რაღაც ავტომატებით ვინმე არ გაეკიდოს მაგას ან პირობითად რუსები არ შემოჯლიგინდნენ ტანკებით და მანამ სანამ ეგ არ ხდება მისთვის ეს არის ნორმალური ამბავი და მისი პირადი გადმოსახედიდან საქართველოში მუშეპო ერთ მოსახელზე $4,000 იქნება და $14,000 მისთვის არაფერი არ იცვლება. ხო არაფერი არ იცვლება რა. ხო, სადაც უნდოდა რომ რაღაცა ხედი ლამაზი ქონოდა მთელი დრო იმ დღეს ვიყავ იმაში.
ჭორვილას ჩასული მთელი რა ვიცი. ბიძინასთან იყო? ხო, მეტალოჩერეპიცას თუ რას ეძახიან, გადახურულია მთელი ის. ბიძინასთან არ ყოფილა. აბა რა გინდა ჭორვილას? ქორწილში ვიყავი მეგობრის რა და აღმოჩნდა. ვიცი, გელბახიანიშვილის ქორწილში, ხო, ვიცი. ხო და მაშინ ნახე ეს მეტალოჩერე, ხო და თვითონ ხედები გაილამაზ და ხო, თავარი კითხვა ეგ მაქვს რა უნდა მართლა მაინტერესებს, ანუ ოკეი, გავიგე და ეს პირადი უსაფრთხოება გავიგე, მაგრამ ზოგადად რაღაცა ამდენი ფული გაქვს, რაღაცა ფულიან ადამიანებს აქვს სხვადასხვანაირი მე ინტერესები ხომე რა და ბევრი კარგი მაგალითი გავიგე ხო ეგ მაინტერესებს ის მოტივაცია მაინტერესებს აი ეგ მაინტერესებს მაგაზე მინდა ველაპარაკო და რავი იქნებ უფრო საინტერესო რაღაცები ვაპოვნინო რაც მათ შორის ჯამში ამ გარემოსთვის სადაც მე ვცხოვრობ ჩემაშვილმა უნდა იცხოვრონ უკეთესი იყოს და დენდროლოგიურ პარკზე უკეთესი მილიონი რამე შეიძლება მოვიფიქრო ოკეი ის ჰობია მაგრამ რა ვიცი ესე იგი ნახეთ, კაი გამოსავალი შეიძლება აქ იყოს ის, რომ ივანიშვილმა შმაქსი გამოიძახოს, თქვენ იყოთ მძღოლი და ჩაუტაროთ საგანმანათლებლო თუ არ ვიცი რასაც ეძახით. არა, საგანმანათლებლო დაველაპარაკებოდი უბრალოდ, მათ შორის მაგასაც აუხსნით, ცხადია, რატომ გონია, რაც გონია, ის რატო არის სწორი. ანუ თქვენ არ ახართ რადიკალური ოპოზიცია? არ ვიცი, რას ნიშნავს რადიკალური ოპოზიცია. აი, მაგალითად არ ითხოვთ, რომ რაღაცა კორუფცია და კი, ორა კორუფცია არის. ევროპული საქართველოს უკვე იძახის, რომ კორუფცია არის რა თქმა უნდა. იყოსო და კორუფციასთან ბრძოლის გზები წარმოქმნილია. შეუ პრობლემა რა გვაქვს? საქართველოში, მათ შორის აი მიშას დროს ხელისუფლებაში ვინც იყო, იმ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას და იქ ალბათ 1-2 გამონაკლისი შეიძლება იყოს, ჯერათ რომ კორუფცია იმითი დაამარცხეს, რომ ვანო იყო მაგარი მინისტრი და ადეიშვილი იყო მაგარი ისა. ხო, სინამდვილეში ეგრე არ იყო. სინამდვილეში კორუფცია დაამარცხა იმიტომ, რომ ბენდუკიზმ რეგულაციები გააუქმა ერთის მხრივ, რითიც ადამიანების კონტაქტი სახელმწიფოსთან შემცირდა და ხთამის მიცემის შესაძლებლობები განახევდა. აუ, ეგ იყო ერთი ამბავი და მეორე ამბავი იყო რაღაცა გამჭირვალობის შემოტანა შესყიდვების იმაში. ჯამში მაგარ მოიტანა, სწორმა რეფორმა მოიტანა და ჩემი აზრით თავარი კორუფციის დამარცხების გზა არის, რომ მთავრობის ხარჯები შევამციროთ და გადასახადები დავწიოთ. ანუ 40 მილიარდიდან მესამეს რომ მთავრობა ხარჯავს, ცხადია იქიდან მოიპარავენ და იმის მაგალითად თუ იმის მესამეს დახარჯავს, ცხადია მოსაპარი ნაკლები იქნება. ეგ არის კორუფციის დამარცხება. კი ბატონო, უნდა მოვასწრო ამ კითხვების დასმა, ანუ თქვენი დამოკიდებულება როგორია ბოკერიას ამნისტიაზე? ადამიანები მე მგონი ზემეთად გამოვეკიდენ სიტყვაზე მეც არა ვარ ზოგადად გიჟი არ არის მომხრე რაღაცა ბევრი ადამიანები ციხეში ჩაყოლდა რაღაცა ეგ სიგიჟე გონია მათ შორის ამ რეალობაში ასასამართლოც გაქვს ხა როგორც გაქვს მაგ სასამართლოს პირობებში ადამიანები ციხეში გაუშვათ სულ სიგიჟე გონია მაგრამ არც ხაზის გავლება არის სწორი მე ხას ვავლებ იქ რომ თუ კონკრეტული ადამიანი არსებობს რომელიც დაზარალდა ეს ადამიანი ჩივის და უჩივის მაგალითად ფარცხაძეს რომ იმან ქონება წაართვა თუ ეს ადამიანი დაამტკიცეს რომ წაართვა ფარცხაძე უნდა წავიდეს ციხეში აი ეგ მან დავატარებ ხაზს კარგი პარლამენტში შევიდა გირჩი 4 ტიპით მინიმუმ ხო მითხარით? მინიმუმ გონია დღევანდელი მაგრამ ერთი წელია მე მგონი ბევრად მეტი შევალთ ჩემი აზრით. თქვენ ხო თქვით რომ ფიზიკაში რაღაც პრობლემები მაქვს და ალბათობას არ უშვებს ხო ფიზიკა და დღევანდელი მოცემულობით 4 ტიპი შევიდა. ალბათობას უშვებს კი. არა, მაგრამ ხო 4 შევეთ კაი, 4 შეხვედით. კოალიციური მთავრობა რა დამოკიდებულება გაქვთ? ანუ ოცნებასთან ერთად შეხვალთ კოალიციური მთავრობაში? ჩვენ ვამბობთ რომ კოალიცია ჩვენც არის თვითმიზანი. ვამბობთ რომ კრიზისს არ შექმნით, კრიზისი იყოს. ამის მიღმა ჩვენ გვაქვს, ჩვენ ვიცით კონკრეტული რაღაცები, რაც არის გასაკეთებელი, რომ ჩვენ სწრაფად გავუმდიდრდეთ. როგორც ქვეყანა, როგორც ადამიანები, სათითაოდ მათ შორის. ამის გზები არსებობს, მაგალითად, ყველა უნდა დაუბრუნდეს ბოლშევიკების მიერ წართული მთელი ქონება ადამიანებს. ეს არის გასაკეთებელი. ამაზე ვის დაგვთანხმდება, ვინც გინდა დაგვთანხმდეს, მნიშვნელობა არ აქვს, ეგრევე იმასთანა ვართ. ეგრევე. ანუ განათლება არის გასაკეთებელი. ანუ ოცნებამ რომ ეს თქვას რომ კი კაცო. ანუ იქნებით ოცნებას. გინდა ოცნებას გინდა ვინც გინდა ის იყოს. მთელი გაერთიანებული ოპოზიცია და ამ შემდეგ, ხო, მაგრამ არა უშავს. ბეჭი არ ამოიგდან, ჯერა ჩაუქოლი ვართ, ხა მაგაზე ვადარ. წეგან თქვით რომ რუსეთი ოკუპანტია თუ არაო რაღაცა ეს კონტექსტი. ოკუპანტია თუ არა? არა, ოკუპანტია კი. ანუ თქვენ ბევრი თვე გავიდა მას მერე, რაც ოკუპანტებს უკანალი აჩვენეთ. ანუ დღეს უკან არ დაუხევიათ. ხო, ანუ გამართლებულია დღეს, აი რომ ჩაიხადეთ უკანალი დაანახეთ, მე რა. ეგ კონკრეტული რეაქცია, კონკრეტულად იმაზე, რომ იქ რუსული კამერა იდგა და გვიღებდა, ანუ როგორც ლაბორატორიის ბრითხებს ეგრე ვიყურებდნენ და მაგაზე იყო რეაქცია იმ კამერას დავანახეთ სინამდვილეში უკანალი. საზოგადოებაში ოკუპაციას ამ ქვეყანაში კაცის ტრაგზე არის გართულება, ანუ რაღაც ხო, ამას ტუს არ დავადებ ტრაგს. არა, რაღაც რა ტუ დაადებ, ისაც რა არის, მაგათ ტუ დასადები ტრაკი არ გაუგიათ თუ რა, მაგრამ და ხში ყველა ჩვეულებრივ ლაპარაკში ყველა იყენებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიტყვა არის ქართულში, სინამდვილეში როგორც ინგლისურში ფაქ არის, დაახლოებით ეგრე არის.
ხო და მაგრამ გართულება აქვს რაღაც ანუ ხალხს წითელი ენთებად ამ სიტყვის ხსენებაზე და რა არა უს მაგათაც მაგ თავრო დაანება რუსებს და ყველაფერს თუნდაც მაგ თვალსაზრისით რომ ადამიანებს ტვინში ეს რაღაც გადაკეტილი რო აქვს და გაიხსნათ რომ ეგეთი გართულება არ ქონდეთ ტრაკის ხსენებაზე მაგისაც თუნდაც კარგი იყო რა ხო ეხლა რო გითხარით ვარ დავადებენ კი ტუს ბევრჯერ კი არ უნდა არა ხო უბრალოდ ხო ბავშვებიც უყურებენ ამას და არ შეიძლება მაინც არა უშავს ბავშვებსაც აქვს ესა მე მგონი ბოლოსკენ 1 წუთია ხო დარჩენილი ეხლა არ გკითხავთ ვინ დაწერა მეთქი დიდოსტატის მარჯვენა ვაიც იმ დღეს რა მკითხეს თვალის მოტაცება ვინ დაწერა მკითხეს იცი მე კი როგორ არ ვიცი მაგრამ გამსახურდან დაწერა რომელმა კონსტანტინემ მე სხვა რამე უნდა მეკითხა ესა სადაური ზღაპარია წითელქუდა სადაური მე ვიცი როგორც ქართული თვითონ მსმენია რომ სხვა იმეებშიც არსებობს არა უიმედე და შოთაძეა ხო თადუმაძე უკაცრავად თადუმაძე მე მგონი იმის ყვალსად გახართ არა უშავს ანუ თქვენ გონიათ რომ წითელქუდა არის ქართული ხალხური ზღაპარი მე როგორც ქართული ეგრე მიკითხავდე მაგრამ მსმენია რომ მსგავსი ზღაპარი არსებობს კიდე ბევრ სხვა იმეებში ერთხელ გიკითხავდნენ არ არის სახელი ქვია სხვა რა ქვია არა წითელქუდა მაგრამ ქართული ხალხური ზღაპარი არ არის ოკეი ნუ არის არა უშავს დღევანდელი შეხვედრით არც ზღაპრებში ვარ ძლიერი და არც ქართულ ლიტერატურაში სიმართლე რო გითხრა აბა რა ფიზიკაში არ ახარ რაღაცები მაქვს წაკითხული სხვა რაღაცებში მაქვს რაღაცაც ინტერესი და შესაბამისად იქიდან გამომდინარე ცოდნა და ის ხო მაგაში ჩემი გამოჭერა პრობლემას არ თარგმნა ისე არა აქტუალურია დღეს ეს კი ვიცი და თქვენი დიპლომებიც ნამდვილია ალბათ ხო სამედიცინო ამერიკაშიც მიიღეთ განათლება ამერიკაში არ მიიღე განათლება ეს არის საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტის და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა იყო ანუ აქ საქართველოში ხდებოდა ყველაფერი თუმცა დიპლომი მათია დიპლომი გაქვთ ხო როგორც სულ სამი მაქვს კი ხო ანუ ნამდვილია და ნუ და მაშინ ჩააბარეთ როცა ეს სასწავლებლები უკვე დაარსებული იყო და მანამდე არ ჩაგიბარებიათ და ასე შემდეგ და დაბადებამდეც არ დაბადებულ ხართ ხო დაბადებამდეც არ დაბადებულ ხო ძალიან კარგი და უნდა ისა მაქვს ანუ წელი მაქვს ერთი მოპარული მე ვარ დაბადებული 75 წლის 31 დეკემბერს დავიბადე ღამის 12 საათს 8 და 15 წუთი და გაფორმებული როგორც 76-ში დაბადებული ანუ მაშინ 1 იანვარი მიწერია სამხედრო იყო საბჭოთა კავშირი და ალბათ ამიტომ ეგ სიმართლედ არ ვიცი არ მიკითხავ შემშობლების უბრალოდ მათგან ვიცი რომ 15 წუთი მოიპარეს და 76-ის 1 იანვარს ვარ გაფორმებული და 1 იანვარი მიწერია როგორც დაბადების დღე ესე დაბადების წუთიდან რაღაცა 15 წუთი ცხოვრიათ 15 წუთის 15 მას შემდეგ სულ ვიტყუები 15 წუთი კარგი, უნდა მოვრჩეთ. კმაყოფილი ხარ შეხვედრით? კი, რა, ზოგადად მე საუბარი მიყვარს და. ხო, გეტყობათ რომ გიყვართ რა. ეხლა მიმართეთ გირჩის ამ ხარდამჭერებს და მოვრჩეთ, ხო, ძალიან ცოტა, აი თქვენ ხო სწრაფად ამბობთ. აი აქეთ ეს არის. გირჩის ხარდამჭერებს მიმართო? ან არა ხარდამჭერებს, რა ვიცი. გირჩის ხარდამჭერებს, რა, არ მოდუნდეთ და ისე გავაგზავნოთ როგორც აქამდე ვაკეთებდით და ყველაფერი შევძლებთ საბოლოო ჯამში. ეგ არის და თავი არ გავჩერდეთ. მადლობა. სამაგერ ჩვენ უნდა გავჩერდეთ. მადლობა თქვენ. მოვრჩეთ.